მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ანტიბიოტიკი. ჩვენ ვართ ამ გადაცემის წამყვანები ნინო ურუშაძე და კუკა ბარამიძე. ჩვენი გადაცემა იწერება სტუდია ანტიბიოტიკის და სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ერთობლივი პროექტის ფარგლებში და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ბატონი ლევან მჟავანაძე, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან პროგრესის სახლიდან. ჩვენი ბოლო პერიოდის გადაცემები ყოველთვის ეხება იმ პროცესებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და მიმდინარეობს და ბატონ ლევანთანაც დღეს ამ თემებზე ვისაუბრებთ, გვაინტერესებს მისი ხედვა, რის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, რა პროცესებია და როგორ ხედავს ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. გამარჯობა ბატონ ლევან. და პირველი კითხვა გვექნება ასეთი, ანუ თქვენი აზრით, რის წინაშე ვდგავართ ჩვენ დღეს და რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ გითხრათ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩემს მეხსიერებაში არასდროს არ ყოფილა ესეთი საფრთხის წინაშე, როგორიც ეხლა დგას, იმიტომ რომ ფაქტობრივად საფრთხე არის საკმაოდ რეალური, ან გავაგრძელებთ დემოკრატიულ განვითარებას, ან გავხდებით ისევ სამწუხაროდ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი და მე მგონი არჩევანი არის ამ წუთას ნათელი, საითხარეს უნდა იდგეს ის საზოგადოება, რომელიც ყოველთვის ძალიან გულშემატკივარია ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ამ წუთას ამ სიტუაციიდან გამოგვიყვანს, არის სწორედ ის, რასაც თბილისში მიტინგებზე შეკრებილი ახალგაზრდობა ითხოვს და არა მარტო ახალგაზრდობა, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი შუა ასაკის და უფრო ჭარმაგი ადამიანი შეუერთდა და ეს გამოსავალი არის პირველ რიგში ახალი არჩევნები ნორმალურ გარემოში და აუცილებლად იმ ადამიანების გამოშვება, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ დაკავებული ამ აქციებზე, რაც მოყვა იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რაც ხელისუფლებამ მიიღო და უკვე ერთი თვეა ეს გრძელდება. კი. ლევან ბატონო, ჩვენ წინა ერთ გადაცემაში ყავდა ასევე ნოდარ გოგუა, რომის შვილიც არის ჩვენი მეგობარი და ესეთი კითხვა გქონდა მასთან, რომ მისი შვილი რო აქციებზე დგას, რა განცდა ეს ამბავი და ასევე თქვენი შვილიც ჩვენი მეგობარია და ასევე აქციებზე დგას და ანუ თქვენთვის რას ნიშნავს ის, რომ თქვენი შვილი ამ მოცემულობაში, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ამ რაღაცა წარმოუდგენელ და გაუთვალისწინებელ და საერთოდ დაუგეგმავ პროცესებში რა შეიძლება ველოდეთ თქვა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ჯგუფიდან, როდესაც ამას ებრძვის და ამ პროცესებში დგას იქ, სადაც ამ ქვეყნის რაღაცა ღირსეული მოქალაქე უნდა იდგეს. მე მიმაჩნია, რომ სწორად იქცევა, ანუ დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და ყოველთვის შვილის გაზრდის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გზნობების ჩანერგვას და ვფიქრობ, ძალიან დიდი გულშემატკივარია ჩვენი ქვეყნის და ამიტომ შეუერთდა და უერთება იმ აქციებს, რომელიც თბილისში ტარდება და მიმაჩნია, რომ ესაა სწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ უბრალოდ შემიძლია პარალელი გავავლო, მაგალითად 99 წლის 9 აპრილს მეც იქ ვიყავი, იმიტომ რომ მაშინაც ზუსტად საფრთხე ცოტა სხვა იყო, ამ საფრთხეს ვერ შევადარებ, იმიტომ რომ მაშინ პერსპექტივაც ნაკლები იყო და ჯერ კიდევ არ ვიყავით თავისუფალი ქვეყანა, თუმცა საფრთხე იყო რეალურად ის, რომ კიდევ უფრო დამონებული იყავით და დამორჩილებული იყავით საბჭოთა იმპერიას. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ის ყველა იქ მდგომი ახალგაზრდა არის ძალიან განახლებული, ნაკითხი და თავისი ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდა. კი და რაღაცა გავრცელებული ის რო არის, რომ თვითონ რაღაცა ვიღაცის ჭკუაზე მართული და რაღაც ვიღაცის ინტერესებს დამორჩილებული საზოგადოება, ანუ ეს ახალგაზრდები, აი თუ ვინმე ერთხელ მაინც ჩაულია იქ იმ აქციების ფარგლებში, ძალიან თვალშისასემი და აი ნათლად ჩანს, რომ ამ ხალხს ვერავინ ასე ვერ მართავს და ჩანს რა მართავს თითოეული ადამიანს, რომ ამ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, ის განათლება და თავისი ცხოვრების პერსპექტივა და მომავალი, რომელიც უსურს, რომ ამ ქვეყანაში კონდეს, თორე მათი უმეტესობა აბსოლუტურად მისაღებია ნებისმიერი განვითარებული ევროპული
სახელმწიფოების და საზოგადოებისთვის და თვითონაც მზად არიან იმისთვის რომ თავიანთი თავი იქ დაარეალიზონ, იქ მოახდინონ რეალიზება რა და თავისუფლად შეუძლიათ სხვა ქვეყანაში იყვნენ წარმატებულები. თუმცა რჩებიან ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ თითოეულს ჩვენგანს ძალიან უყვარს აქაურობა და ნამდვილად არ გვინდა რომ აქედან სადმე წავიდეთ. რასაც რა ვიცი ჩემი აზრით, ამ ქმედებებით და ამ ნაბიჯებით, რაც ისინი აკეთებენ ხელისუფლებას გულისხმობ, იძულებულს ხვდიან, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ და რა ვიცი, მგონია რომ ბოლომდე მივიყვანთ გამარჯვებით ამ ამბავს. ბატონ ლევან, ანუ ადგილობრივად თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ აქ ამ პროცესებში, როგორ შეიძლება ვიყოთ აქტიურები? ახლა კი ვაკეთებთ სხვადასხვა აქ ხვალაც გვაქვს მაგალითად ერთობის ჯაჭვი, უერთდება ოზურგეთი ამას. კიდევ რა შეიძლება თქვენი აზრით, რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა? პირველ რიგში ალბათ სწორი ინფორმაციის მიტანა ადამიანებამდე, მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ხშირად გვისაუბრია და ვსაუბრობთ ხოლმე, არიან ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ შეიძლება მხარდაჭერები იყვნენ თქვათ ქართული ოცნების, მაგრამ რაღაც იმ მოქმედების შემდეგ, როდესაც აშკარად უკვე გაცხადდა არჩევნების შემდეგ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ ხაზს გაუსვამ, რომ ვაჩერებთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, ცოტა მაშინ რაღაცა რაოდენობის კატეგორიის ადამიანები გამოფხიზდა. თუმცა კიდევ რჩება რაღაც ადამიანები, რომლებსაც ჯერჯერობით ბოლომდე არ აქვთ გახსნილი სამწუხაროდ გონება, შეიძლება ასე ვთქვა, იმიტომ რომ იმ ასე თქვა სახალხო აღშფოთების შემდეგ რამოდენიმე დღე ცდილობდა ქართული ოცნება გამოესწორებინა ეს შექმნილი სიტუაცია იმ კუთხით, რომ თითქოს არასწორად იქნა გაგებული ეს მესიჯი, რაც მათ გააჟღერენ, მაგრამ ერთია მესიჯის გაჟღერება და მეორეა ეს აქციელი, რაც მოაყოლეს შემდეგ ამ მესიჯს, ანუ მიტინგების დარბევა, ახალგაზრდების დაძიოკება და მუხარები, დაჭერები და ასე შემდეგ და ის რომ არც ერთი პოლიციელი არ არის დაჟილი, რომლებიც ხებულობდა ამ დარბევებში მონაწილეობას. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ჩვენი უპირველესი საქმეა ვიყოთ სოლიდარულები იმ ადამიანების, ვინც მაინც დედაქალაქში წყდება ამ ქვეყნის ბედი, ვიყოთ მათი სოლიდარულები, მივიღოთ ლოკალურად ადგილზე სხვადასხვა აქციებში და ღონისძიებებში მონაწილეობა და ასევე ვეცადოთ ჩვენი წილის სარეველა გავმარგლოთ, ასე ვთქვათ, იმ ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევით, რომელიც უბრალოდ ვაკუუმი არ ქვია ამას, ქვია რომ არიან აშკარად რამოდენიმე სატელევიზიო არხით როგორ გითხრათ, აი მოჟადოებულები და იქიდან არასწორ ინფორმაციას ღებულობენ. ამიტომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაღაცა სიტყვა ეთქმის, შეუძლია თავისი ლოგიკით, თავისი ახსნით, ყველას უნდა აუხსნათ, რა ხდება ამ ქვეყანაში, რომ ასეთი საფრთხე არ ყოფილა, კარგი ხანია ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არ დამდგარა და რა შეიძლება ხვალ იყოს, რა არის საფრთხე, იმიტომ რომ სამწუხაროდ მხოლოდ მაშინ შეიძლება იგრძნონ, როცა უკვე გვიანი იქნება, იმიტომ რომ ეს საფრთხე სახელმწიფოების დაკარგვის რეალურია, იმიტომ რომ ამის მაგალითებიც არსებობს და იგივე მაგალითად ბელარუსია შეგვიძლია გავიხსენოთ ხომ და შეიძლება ვიღაცამ შემოგვედაოს რომ ბელარუსიაც სახელმწიფოა, მაგრამ ფაქტობრივად ბელარუსიაში არის დიქტატურა და ფაქტობრივად ბელარუსია თანდათან უკან მიდის და სად მივა ერთმა იცის და არ გვინდა თქვა აი ეს გავიზიარო, ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, იმიტომ რომ ევროპის ნაწილი ნიშნავს პირველ რიგში მშვიდობას, ის დეკლარირებასაც ჩვენი სახელმწიფო ასე ვთქვათ ხელისუფლება არჩევნების წინ რეკლამას უკეთებდა, ნიშნავს კარგ განათლებას, ნიშნავს კარგ სამედიცინო სერვისს და ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ვთქვათ გადმოვიღოთ მათგან. და ესა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვიყოთ სოლიდარულები
იქ შეკრებილი ადამიანების. ბატონ ლევან, ეხლა ჩვენ თქვენი საქმიანობიდანაც რო შევხედოთ მაგ თვალსაზრისით მექნება ერთი კითხვა რომ ან მე რაც ამ ქალაქში ვარ და გამიგია და ვიცი თქვენი ორგანიზაცია რას აკეთებს, სულ ამაზე მუშაობს, რომ რაღაც საზოგადოების რაღაცა ცნობიერება გაიზარდოს, მუნიციპალიტეტის სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით არაერთი პროექტი გქონდა გაკეთებული, რომელიც ისევ საზოგადოების საკეთილდღეოდ ხდება და ამის პარალელურად ჩვენ ახლა ვუყურებთ, რომ შეიძლება არც კი გვახსენდებოდეს მუნიციპალიტეტის საკრებულო იმგვარი ჩვენს ანუ ოზურგეთს გულისხმობ ამ შემთხვევაში როგორადაც ეხლა არის ქცეული და რა საშინელება ხდებოდა მაგალითად გუშინ წინ სხდომაზე სადაც ბიუჯეტს ამტკიცებდნენ რომელშიც ხელფასების ზრდა იყო გათვალისწინებული ანუ მათ შორის ხელმძღვანელი პირებისთვისაც და უბრალოდ კონტრასტი როგორი ქცევა გინდ მერის მოადგილე, გინდ დეპუტატები რა გავეშებით, გაავებით და რაღაც мотивაციით, საზიზღარი საშინელით ესხმიან თავს ადამიანს, რომელსაც შეიძლება პოლიტიკურად ჩვენთვის მიუღებელი იყოს, ან სხვა აზრი ქონდეს, მაგრამ რაღაც პროტესტს აფიქსირებს და მასაც აქვს უფრო რაღაც სიტყვა თქვას იქ. და აი ამის შეფასება მინდა თქვენგან რა სჭირს საკრებულოს, ანუ რა მოუვიდა, რა სიმსახურება? ძალიან სწორი კითხვაა და მიმაჩნია რომ ზოგადად ეს არის ცოტა შორიდან დავიწყებ ძირთადად განათლების პრობლემა და განათლებაში გულისხმობ კრიტიკული აზრის მოსმენის უნარის არ ქონა რომელიც სამწუხაროდ სკოლებში ჯერ კიდევ არ არის შემოსული და ეს გამოძახილს უკვე შემდეგ პოულობს, ასე ვთქვათ, დიდობაში, სრულ ასაკში და რასაც დღეს ვხედავთ, ვთქვათ, იგივე საგრებულოს სახით და მეც უყურე იმ სამწუხარო, ასე ვთქვათ, და შეიძლება ცოტა მკაცრათაც შევაფასოთ, რომ აი ძალიან სამარცხვინო, ვთქვათ, ფაქტებს, რაც იქ მოხდა. და პირველ რიგში ეს არის მაინც ის რომ ჩვენ არ შეგვიძლია კრიტიკული აზრის მოსმენა და ყოველთვის მიგვაჩნია რომ ჩვენი პოზიცია არის მანდამაინც მართალი და არგუმენტების მოსმენის უნარი სამწუხაროდ არ გვაქვს. ეს ყველაფერს გამოძახილს პოულობს და აი იმ სურათს ვღებულობთ რაცა შესაბამისად ფიქრობ რომ ასე არ შეიძლება ასე გაგრძელება, იმიტომ რომ ყველას აქვს რა თქმა უნდა არსებობის უნარი ვონთ არგუმენტს როცა ადამიანი გეუბნება იმ არგუმენტის კარგად გააზრება უნდა მოხდეს და შეიძლება ადამიანმა აი დღეს რაღაცა ფიქრობდე გქონდეს რაღაც პოზიცია და იმ არგუმენტით შეიძლება თქვათ ახსნა მოუძებნო ყველას ასე ვთქვათ ნებისმიერ ფაქტს და ამიტომ ვფიქრობ რომ ასე გაგრძელება ძალიან ცუდია, ამან შეიძლება კიდევ უფრო აწიოს ესკალაცია და ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ერთს ვიტყვი, ეს პროცესები რაც ახლა ხდება, ადრეც მინახავს და სამწუხაროდ ხშირად იგივე ხალხი, რომელიც თქვათ, ეხლა ესეთი ეგზალტირებულია და გამოხატავს ამ პოზიციას, მახსოვს სულ სხვა პოზიციით და ადვილი შესაძლებელია, როცა ხელისუფლება შეიცვლება მეორე ნავში გადმოხდნენ და სამწუხაროდ ამის ვიხსენებდი უკვე ბევრი მაგალითები მაქვს, იმიტომ მახსოვს ხალხი, როცა კომუნისტურ პარტიაში იყო უცბად ეროვნულ მოძრაობაში გადმობარგდა, ეროვნული მოძრაობიდან მოქალაქეთა კავშირში, მოქალაქეთა კავშირიდან ნაციონალური მოძრაობაში, ნაციონალური მოძრაობიდან ოცნებაში და კაცმა არ იცის სად გადასვლას და ამიტომ ცოტა ისე უყურებ რა და რა ვიცი მოუწოდებ ყველას რომ შვიდად შეხედონ ამ პროცესებს და ლოგიკური აზროვნება მოიხმონ, იმიტომ რომ შეხედონ საით შეიძლება წავიდეს ქვეყანა თუ კი ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გააგრძელებს იმ ნაბიჯების გადადგმას
რასაც დგამს და რა საფრთხე შეიძლება ამით სახელმწიფოს მიადგეს. კი ბატონო, თუმცა მე მგონია რომ ამ ადამიანებს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ და ეს არის მათი არჩევანი, ანუ როცა არიან იმ მხარეს, უკვე მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რას ემსახურებიან და საითმიდან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წარმოდგენა მათ ინტელექტზე და განათლებაზე არ მაქვს, მგონია რომ ნამდვილად ძალიან კარგად იციან, საითმიდეს ეს ქვეყანა ამ ხელისუფლების ხელში. და სულ მაგას ვამბობ და ბევრჯერ მithქვამს ეს რაღაცა, რომ აი თქვენ რადგან საუბრობდით, რომ ეს ადამიანები, რომლებიც რაღაცა ხელისუფლების ცვლილებებთან ერთად რაღაცა პორტირდებიან, გადადიან პარტიიდან პარტიაში, მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება უკვე იმ დონეზე არის განვითარებული, რომ ჩვენ მომავალში აღარ უნდა დაუშვათ მსგავსი ტიპის ადამიანებს კიდევ მივცეთ ასპარეზი, რომ მე ამ ყველაფრის მერე რაც დღეს ხდება, რეაბილიტირდნენ ეს ადამიანები და ვიხილოთ თუნდაც შემდგომ ხელისუფლებას, თუნდაც ადგილობრივ დონეზე აქ. და ან მგონია რომ ჩვენ ვართ უკვე საკმარისად გაზრდილი იმისთვის, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ ვნახოთ თუნდაც საკრებულოში და მსგავსი ტიპის რაღაცა სამარცხვინო მოვლენები, საჯარო, ანუ მათ არ უნდა გქონდეთ რაღაცა ტიპის ძალაუფლება. აბსოლუტურად გეთანხმები და მე ვფიქრობ, რომ აი ამ პროცესებს, რაც ახლა ხდება, ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა, თქვათ ამ და დააჩქარა ბუნებრივი ფილტრაცია და ანუ უკვე გამოჩნდა ვის რა ღირებულებები აქვს და აბსოლუტურად გეთანხმები, უკვე მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ აი ასეთი ფაქტები დაიმახსოვროს, მით უმეტეს მე რაც მოვყევი, იყო პერიოდი, როდესაც ამდენი საშუალებები არ არსებობდა და არ ხდებოდა ეგრეთ წოდებული ისტორიული მეხსიერება, აი არ იყო ამდენი მედია საშუალება, არ იყო ამდენი თქვა სატელევიზიო სიუჟეტები, არ ფიქსირდებოდა ფაქტები და შეიძლება ეს გაქრა ეს ყველაფერი ბუნებაში, თუმცა დალექილია ცალკეული ადამიანების მეხსიერებაში და ეხლა უკვე ცოტა სხვა პერიოდია, იმიტომ რომ ფაქტობრივად, რა ვიცი, უამრავი სხვადასხვა მედია საშუალება, ქსელური, სოციალური ქსელებია, ხდება შენახვა ამ ინფორმაციის და აუცილებლად უნდა მოხდეს ამის გათვალისწინება, იმიტომ რომ პირველ რიგში მნიშვნელობა აქვს ღირებულებებს და ამ ღირებულებებზე დაგნობით უნდა მოხდეს შემდეგ უკვე რაღაც გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ თავარია რომ ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ჩვენ სწორი ღირებულებები და შესაბამისად იმის შესაბამისი ადამიანები უნდა იყოს ხელისუფლებაში. კი, და აი საზოგადოების ნაწილზე გაზდაზე როცა ვლაპარაკობთ, ახლა შეიძლება ვთქვათ იმამდე ჯერ ვარსკვლავს არ ვწოდოთ, მაგრამ რამდენი აი მართლა გუშინ წინ ხალხი ვლაპარაკობდით უბრალოდ სად ვცხოვრობთ, რომ გავიაზროთ, რომ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ ადამიანს აქვს რა ლომის ბოკვერის ყოლის უფლება რა. ანუ ლომის ბოკვერი ყავდეს მანქანაში და ეფერებოდ ამაზე იყო ის რა, ანუ არ ვიცი, ანუ ეხო მეორე მხარეს სად დგას და რა мотиваციით და რა ღირებულებებით და საერთოდ შეიძლება აზროვნების ნაწილიც კი არ იყოს, ანუ საერთოდ გაუაზრებელი ის იყოს, რომ ეს ძალმომრეობით რაღაც იმაში რომ ტრანსფორმირდეს ლომივით ბიჭია და ლომის ბოკვერი უნდა ყავდეს და ან კიდე ხელისუფლების პრემიერად წოდებული გამოცემა ბრიფინგს აკეთებს და შოთი არველაძეს ასეთ ადამიანს მართლა წარმატებულს და მართლა ღირსეულს, რომელსაც არც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გამოუტოვებია, რომ თავისი პოზიცია არ დაიფიქსირებინა. ამ პოზიციის დაფიქსირების გამო რომ მან თქვა, რომ მე ამ ხალხის გვერდით გავარ და არ შეიძლება სახელმწიფო ასე იქცეოდეს, ეპატიჟება საზოგადოებრივ მაუწყებელში დებატებზე, რომ ქვეყანაში, ანუ რაღაც პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომ ქვეყანა რა კარგად ვითარდება, ვინც უნდა მოიყვანოს პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ ვინც უნდა მოიყვანოს და დებატებში დამიჯდესო და უბრალოდ რა ხალხზია დგას ეს ყველაფერი და რა ხალხს აქვს ამაზე გათვლა და სად არიან საერთოდ დაკარგული, ანუ ამის დანახვას მართლა რა უნდა, თუმცა გასაკვირად, ჩემთვის გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ადამიანის თუ არ დაელაპარაკეს, უმეტესობა არც აქვს ამაზე ნაფიქრი რა. Სულწად მაგის მაგალითია ჩემი ეს წეღან რაზეც ვლაპარაკობდით ჩვენის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამდენი წელია ვუყურებთ, რომ ეს ხელისუფლება საით მიდის, რას აკეთებს, ანუ შეიძლება ეს ასე პირდაპირ ნათქვამი არ იყო, როგორც თქვა კობახიძემ თქვა იმ დღეს, რომ აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ხო ხედავდით ამას, რომ ეს ყველაფერი მიდიოდა აქეთკენ
და ადამიანები რაღაცნაირად ისე უყურებდნენ ამ ყველაფერს, რომ თითქოს ანუ არც არაფერი, სანამ პირდაპირ ამ ადამიანის პირით არ ითქვა ეს ქუჩაშიც, ასე ვთქვათ, ანუ გაყავდა არჩევნები. ბოლო-ბოლო ანუ ამაზე მეტი რა უნდა დაგემართოს მოქალაქეს, როცა ვთქვათ, შენი ხმა იკარგება და ანუ არ ვიცი, ანუ ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს. და სანამ პირდაპირ ასე გაცხადებულად არ თქვა კობახიძე, მანამდე თქვა რაღაცა ეს ტალღა ადამიანების, ანუ აზრზე არ მოვიდა ხალხი. აი თქვა რას ამბობთ, რომ ვიღაცები დღემდე არიან კიდე იმ აზრში, რომ შეიძლება ანუ მართლა სწორად მიდიოდეს ეს ქვეყანა და მართლა რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რომ ეს ადამიანები გონს მოვიდნენ, მე არ ვიცი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვინც დღეს არის იქეთ მხარეს, ეს არის მათი არჩევანი. კარგი ილუსტრაცია და ეს არის რაღაცა დიაგნოზი ამ ადამიანებისთვის და არ ვიცი რა უნდა მოხდეს მართლა რომ ამათ რაღაცა აზრი შეეცვალ მართლა პრინციპში ვიღვიძებთ უკვე რუსეთში კი ეგ მიდის მაგრამ ხელს მნიშვნელოვნად უშლით ბოლო შეჯამების სახით კითხვა ესეთი გვექნება რომ აი თუნდაც ამ ილუსტრაციის ფონზე რომელიც ხაზ მართლა მნიშვნელოვანი ხაზგამყოფი გამოიკვეთა და იმის ფონზე რომ რაც ხდება თქვა რეგიონებში ან თბილისში ჩვენ სწორედ ამას ემსახურება ხა ჩვენი ეს საუბარი რომ აქ საზოგადოებამ პირველ რიგში ადგილზე დაინახოს და მიხვდეს რომ ამ საზოგადოებაში ადამიანებს რომლებსაც რაღაც მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს და ამ საზოგადოებისთვის თავის ცხოვრების მანძილზე რაღაცა გაუკეთებია მართლაც და მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანია სხვადასხვა სფეროში რას ფიქრობენ და როგორ ანუ რა უნდა მოისმინონ ამ ხალხისგან და შესაბამისად ლევან ბატონო ჩვენც აი ბოლოს მაინტერესებს რომ თქვენ რას ეტყოდით თქვათ ამ ჩვენს ოზურგეთის საზოგადოებას და არა მარტო ამ დროს რა უნდა ქნა რა უნდა მოიქცენ რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რას მოუწოდებდით ეგ ამით შეგვიძლიათ ხო შევაჯამოთ და ესე დავასრულოთ მე ვფიქრობ რომ ყველა უნდა გაანალიზოს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება თქვათ ბევრისთვის სამსახურის დაკარგვა საშიშროება დგას ბევრისთვის ხვალინდელი დღე შეიძლება სხვანაირი იყოს მაგრამ სხვანაირი შეიძლება იყოს მთელი ქვეყნისთვის სხვანაირი თუ დროზე არ მიხვდა, დროზე არ მივიღეთ გადაწყვეტილება და არ დავდექით სწორ მხარეს და ვფიქრობ, რომ ის რასაც თქვენ აკეთებთ, თქვათ, ეს არის სწორი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ადგილობრივებისვე ენით მიტანა ამის, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშეა და თუ გავიხსენებთ ამ მოვლენებს და რაღაცნაირად აი სულ ფიქრობ, რომ ყველა ქმედება, რაც ხდება, ლოგიკური საფუძველი მოუძებნო ნებისმიერ ქმედებას, ოპოზიციისა თუ პოზიციის არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ საქმიანობაში და აი რაღაცნაირად არალოგიკურად მიდიოდა ეს ყველაფერი თითქოს. ანუ გავიხსენებ იმას, რომ გაუქმდა ქალაქის თვითმმართველობა და ქალაქის თვითმმართველობა გაუქმებინეს საკუთარი თვითმმართველობა ქალაქს. იმავე დეპუტატებმა, რომლებიც თვითმმართველობაში იყვნენ არჩეული დეპუტატები. ეს იყო პირველი, ანუ აქამდეც იყო რაღაც ასე ვთქვათ, ფრაგმენტული სურათები საითკენ შეიძლება წასულიყავით, მაგრამ პირველი გამოკვეთილი, ასე ვთქვათ, საქციელი, რაც მახსენდება, ეს იყო. ამის შემდეგ უკვე მიზანმიმართულად თანდათან ხდებოდა რაღაც არალოგიკული ფაქტების ერთობლიობა და რას ვამბობ, იგივე ოცნებამ თვითონ მიიღო, შეიტანა კანონი, კანონში, კონსტიტუციაში ის მუხლი, რომ ჩვენ სამთავრობო ასე ვთქვათ, ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ევროინტეგრაციისთვის, ხო? და შემდეგ უკვე თვითონ მიზანმიმართულად დაიწყო ამის მოსპობა, ასე ვთქვათ, ამ მონაპოვარის და ეს ყველაფერი დააჩქარა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ალბათ მე ვფიქრობ, რომ ის უკვე ლოგიკაში მოვიდა. ანუ რაც იქამდე არალოგიკური მეჩვენებოდა, აი ყველაფერი რო შეკრიბო, ხო? შეიკრა და რაღაც საერთო ლოგიკურ ჯაჭვში მოექცა და ამ ლოგიკური ჯაჭვის, ასე ვთქვათ, მიზანი არის ის, რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა
ან ფორმალურად შევინარჩუნოთ, შეიძლება ეს უფრო სწორი ფორმულირება, იმიტომ რომ ახლა რესპუბლიკა შეიძლება არ გახდეს იმ ტიპის, როგორიც თქვა საბჭოთა კავშირის დროს იყო, მაგრამ ფაქტიურად ბუტაფორიული, როგორიც ამ წუთას არის ბელარუსია და შუა აზიის რამოდენიმე ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებელი არ არის, იმიტომ რომ არ აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკა, არც საგარეო, არც საშინაო. შესაბამისად, ვითარდება რუსული მოდელით და ჩვენ არ გვინდა ხვალ რუსეთში გავიღვიძოთ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ღირსეული მოქალაქის ვალია გაანალიზოს ყველაფერი ეს და მიხვდეს რა საშიშროება გველის, იმიტომ რომ პოლიტიკა და ეკონომია ყოველთვის ერთმანეთთანაა დაკავშირებული. შეიძლება პოლიტიკურად ვერ ხდება საშიშროებას, მაგრამ გაანალიზოს ეკონომიურად რა შეიძლება მოხდეს, რომ ბიზნესი დატოვებს ამ ქვეყანას, ბევრი ინვესტიციები გავა, ტურისტი არ შემოვა, შესაბამისად ფული არ იბრუნებს. ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, რომელიც ასევე უარყოფითი ჰქონდა, კიდევ უფრო გაუარესდება, რაც გამოიწვევს ლარის ინფლაციას და ფაქტიურად დავემსგავსებით, აი მოქალაქეთა კავშირის ბოლო პერიოდში რო იყო, როდესაც რაღაცნაირად აი ქვეყანა იყო, როგორ გითხრათ, აი ტივტივებდა და არ ქვიოდა იმას, თქვათ, ყოფნა არ ყოფნის საკითხი იყო. ამიტომ ეს არის გასაანალიზებელი და ყველა ადამიანის მოვალეობა, რომ თუ აქამდე ფიქრობდა რაღაც და მიაჩნდა, რომ მას სწორი პოზიცია ეკავა, მინიმუმ გადახედოს და გაანალიზოს ეს მოვლენები, რაც ხდება. კი, ისა თვითმმართველობის გაუქმებაზე გამახსენდა ხა თქვენ რასაც ამოვიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც კომიკური ფაქტია, რომ აი იყვნენ დეპუტატები არ მოეწონა ხელისუფლებას, მოკლედ რაღაც ალბათ რა ვიცით, რომ არჩევნების მოგების მიზნით პრობლემები შეიძლება იყოს. დაევალა ამავე საკრებულოს დეპუტატებს დაევალა, რომ თვითონვე თქვეს, რომ ის რაშიც ჩვენ მოღვაწეობდით და თავი მოხმოდა, არ ვარგოდა არაფრადო და უნდა გაუქმდა შეუერთდესო და დღეს ამ საკრებულოში იმ საკრებულოს არაერთი დეპუტატი მნიშვნელოვან პოზიციაზე არის რა. ანუ საკუთარ თვითონ რასაც აკეთებდნენ, ის გაუარყვეს და ახლა იმ უარყოფის ხარჯზე უკეთესად არიან ახლა ამ საკრებულოში რა. ეგ არის ეგ უნდა ხედავდეთ ამაზე, ეგ უნდა გვესმოდეს და საბოლოოდ აი ჩემი ერთი რაღაცა ლევანის იმას შეუერთო აზრს ერთი მნიშვნელოვანი რაღაც რაც დღეს მოვისმინე, სასულიერო პირის ქადაგება იყო, რაღაც ვიდეო შემოხდა და ის ამბობს, რომ სასუფეველში, ანუ ავაზაკი შევიდა პირველი, იმიტომ რომ მან უბრალოდ დაინახა, რომ უდანაშაულო ადამიანს როგორ ექცეოდნენ და თქვა, რომ ეს კაცი მართალიაო და მე ვამბობ, რომ ხალხი მის დგას დღეს დაებრძვის ამ ბოროტებას მართალიაო რა და სინამდვილეში როგორც ჩანს ესე გამოდის, რომ იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ახლა ვესაუბრები და ვის მიემართება ეს ლაპარაკი, უბრალოდ მაინდა-მაინც აქციაზე გამოსვლასაც კი არ ვთხოვთ, უბრალოდ მათ შეძრონა დაუშვან საკუთარ თავში, რომ ეს პროცესი მართალია იმის წინააღმდეგ, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით და მართალია იმ საფრთხესთან მიმართებაში, რა საფრთხეც ჩვენ გველოდება რა და ალბათ ეგ არის ეთანხმებით. და აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის საერთო სახალხო მოძრაობა და ამას არ მართავს არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ კი ვინმეს აკავებს რაღაც სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებები და ამის გამო იკავებს და არის ჩუმად, მინდა დავარწმუნო, რომ ესაა საერთო სახალხო მოძრაობა და ესაა ზუსტად ის, რომ ფაქტობრივად ახალი სამოქალაქო საზოგადოების დაბადება, ახალი ქვეყნის დაბადება და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და აი ამ წუთას მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ სიჩუმე არის დანაშაული და ალბათ მოვა დრო, როცა მათ შერწყვებათ, რატო იყვნენ ჩუმად და მინდა გითხრათ, რომ ისტორია არაფერს არ ივიწყებს, საკმაოდ ზუსტად ხდება დალექვა ყველა პროცესის და ვინ სად იყო და რა გადაწყვეტილებას ღებულობდა, ეს ყველაფერი ხდება მით უმეტეს აი 21 საუკუნეში ყველაფერი ხდება და ყველაფრის დამახსოვრება ხდება.
კი. რავი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საუბრისთვის. და მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ამ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესში რაღაცა წამყვან აქტიურ პოზიციაზე დგახართ. ჩვენ ასევე მადლობას გადავხდით ჩვენს მაყურებელს და კეთილი სურვილით მომავალ შეხვედრამდე დავამშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. მადლობა. დიდი მადლობა.